მე მივიდიოდი მანდ რომ მე ყველაფერი უნდა გავაკეთო რომ ჩემს ოჯახს კონდეს ფული და კონდეს ის და კონდეს და ამ დროს ვარ 12 წლის. რომ დავიწყე თვლა, ერთ დღეს გავყიდე 55 წყვილი ფეხსაცმელი. მაიც. მაღაზიაში სადაც 3-4 წყვილი იყიდებოდა? 3-4 წყვილი. ფასდაკლებაზე 10. რა უკენი ხალხ. მე რომ ცოდნოდა მაშინ რომ ხელფასზე კი არ არიან გაყიდვები, ხელფასი პლუს ბონუსი არიან. მე ვიქნებოდი შეიძლება ფაქტურაც აღარ დაგეწყო. მე ვიქნებოდი ყველაზე მდიდარ 14 წლის self-made billionaire. ძალიან თავდაჯერებული ადამიანი ხარ, ზოგადად. როგორც მინიმუმ ასე ვთქვათ, რა დონეზეც ადამიანმა უცებ შეიძლება შემოგხედოს ნებისმიერ სოციალურ მედიაში, საქმიანში თუ პირადში, ძალიან დიდი კონფიდენსი მოდის შენიდან. ეს კონფიდენსი იყო ბავშვობიდან თუ იყო ნელ-ნელა გამომუშავებული? მიზანი კომპანიის შექმნის იყო ერთი. შევქმნათ ამ სფეროში ისეთი სერვისი, რომლითაც ქონების გამყიდველი და ქონების მყიდველი წამით არ შეწუხდებოდნენ. მატყუარები, თქვენ გვატყუებთ, მაკლერები ფასებს. შეხვედი ესეთ ბიზნესში. ფასებს აძვირებენ და მე შევედი ესეთ ბიზნესში. აი ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომ შენ ყოველ მომხმარებელთან გიწევდა მტკიცება, რომ მე არ ვარ მაკლერი, მე ფასებს არ ვაძვირებ. მე და მესაკუთრეს იგივე ფასი გვაქვს. მართლა დედას ფიცა. ანუ შესაბამისად ადამიანებს, რომლებსაც უნდათ რომ მოძრაო ქონებაში იმუშავან, მივცემ ორ რჩევას. რომელსაც მთელი ცხოვრება ჩაიწერთ.